ძირფასო ტელემაყურებლებო, პროგრამა ორიონის შემოქმედებითი ჯგუფი მოგესალმებათ და ვიმედოვნებთ ამ მშვენიერი კადრების ხილვის შემდეგ ბოლომდე უპასპიძლებთ ჩვენს გადაცემას. გადაცემას ხსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე პროფესორი რამაზ გახოკიძე. ძირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შევეცდები გიპასუხოთ თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვაზე. საკითხი ეხება რადიაციის მავნეობას. ბოლო დრომდე გავრცელებული აზრი, თითქოს არსებობდეს რადიაციის უსაფრთხო დოზა, ექსპერიმენტებით არის უარყოფილი. დადგენილია, რომ ძლიერი დოზით ხანმოკლე დასხივება შესაძლოა უფრო მავნებელი იყოს ადამიანის ორგანიზმისათვის, ვიდრე ხანგრძლივი მცირე დოზის ფონური რადიაცია. ინგლისელი მეცნიერების აზრით, მცირე დოზის რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ინფექციური და ქრონიკული დაავადებანი, როგორიც არის გრიპი, ემფიზემა, პნევმონია, დიაბეტი, დამბლა, გულისა და თირკმლის დაავადებანი. მცირე დოზის ხანგრძლივი რადიაციის გავლენით მკვეთრად მატულობს კიბოთ დაავადებულთა სიკვდილიანობა, რაც დაკავშირებულია ორგანიზმის უნარის დაკარგვასთან, წინააღმდეგობა გაუწიოს სიმსივნური უჯრედების ზრდასა და გავრცელებას. ზაირის მცხოვრებთა ნეშში ნაპოვნია სტრონციუმის იზოტოპის სტრონციუმ 90-ის კონცენტრაციის ჭარბი რაოდენობა. ეს ის ქვეყანა, საიდანაც გავრცელდა შიდსი. ვარაუდობენ, რომ ულმობელი ვირუსის წარმოშობის მიზეზია ბირთვული გამოცდები. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში. ატმოსფეროში გაეფრქვა დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები. ცეზიუმი გარემოში გაეფრქვა 600-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებისას. ამ პერიოდიდან მკვეთრად იმატა სისხლის დაავადებებმა, განსაკუთრებით ბავშვებში, ნაადრევმა, ხელოვნურმა, ბუნებრივმა აბორტებმა, ნაადრევი მშობიარობით გამოწვეულმა ანომალიური განვითარების შემთხვევებმა ევროპის ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთელი სამყარო წარმოადგენს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ერთმთლიან ერთიანობას. ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებები წვიმის წყლის საშუალებით მოხვდა საქართველოს მდინარეებსა და ნიადაგში. განსაკუთრებით აქტიურად აგროვებს რადიოაქტიურ ნივთიერებებს ჩაის კულტურა. იმ პერიოდში საქართველოს ჩაის მოსავალში რადიოაქტიურობა დაახლოებით 70-ჯერ აღემატებოდა ეგრეთ წოდებულ სრულად დასაშვებ დოზას. შემდეგ იკლო და ამჟამად კომპეტენტური ლაბორატორიის მონაცემებით ნორმაშია რადიაცია. მაგრამ გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები დალექილია მიწის ზედაპირის არათუ ისე ღრმა ფენაში და მათ დაშლას რამოდენიმე ასეული წლები ჭირდება. ამიტომ აუცილებელია სისტემატური კონტროლი კვებითი პროდუქტებისა, როგორც რადიაციის, ისევე შხამის ქიმიკატების, პესტიციდების და ასე შემდეგ. ხეებიც აგროვებენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს. ხის დაწვით წარმოქმნილი ნაცარი დიდი რაოდენობით შეიცავს სტრონციუმსა და ცეზიუმს. ნაცარს ხშირად სასუქათაც ხმარობენ და ამ გზით შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებები სცენარიულ საკვებშიც მოხვდეს. ჩვენთან ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ მოგილევის ოლქიდან კარტოფილი, რამოდენიმე ასეული ტონობით. იმდროინდელი პრესა იტყობინებოდა, რომ ეს კარტოფილი თუ სხვა ბოსტნეული არ შეიცავს ჭარბ რადიაციას და მისი გამოყენება შეიძლება საკვებად. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ
მავნებელი არა თვით რადიაცია, არამედ დასხივების შედეგად საკვე პროდუქტში წარმოქმნილი იონები და რადიკალები, ეგრეთ წოდებული მუტაგენური და კანცეროგენური ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ისე საშითავადებანი, როგორც არის კიბო, ლეიკოზი, სეროზი და ასე შემდეგ. ეს ასეთი კონტროლი არ ჩვენთან ტარდებოდა და ეს არ ტარდება საერთოდ, სოფლიოშიც არ ტარდება, მაგრამ ჩერნობილის კატასტროფამ დღის წესრიგში დააყენა უკვე საკითხი არა მარტო რადიაციის შესწავლა, არამედ რადიაციის შედეგად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებათა კონტროლიც. ეკოლოგიურ სფეროში საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. ჩერნობილის კატასტროფა მთავრობამ საკუთარ ხალხს დაუმალა და იგი ეკოლოგიური ავანტიურიზმის მსხვერპლად აქცია. იმ დღეს 26 აპრილს კიევში მიმდინარეობდა გარემოს დაცვის ყრილობა და ყრილობის მონაწილეებს დაუმალეს ეკოლოგიური კატასტროფა. იმ დროს ბავშვები ბანაობდნენ დნეპრში, მოსახლეობას დაუმალეს. უმეტესობა დღეს ცოცხალი არ არის და ნაწილი უღრუნებელი სენით არის დაავადებული, ვინც მოხვდა ამ დასხივების ზონაში. ეკოლოგიური კულტურა ეს უპირველესი კულტურა ადამიანის ეთიკურ საკითხში. ეხლა ისმის კითხვა, როგორ დავიცვათ თავი რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან. რადიოაქტიურ მეტალებს, როგორიცაც ცეზიუმი, სტრონციუმი და სხვა, მათ დიდი რაოდენობით აგროვებს კარტოფილი და სხვა ბოსტნეული კულტურები კანში. ამიტომ საჭიროა კანი საგულდაგულოდ გათლა. თუ თევზი დაჭერილია დაბინძურებულ მდინარეში ან ტბაში, საჭიროა მისი მოხარშვა. შეცვლა არ შეიძლება, რადგანაც რადიოაქტიური მეტალები ძირითადად გროვდება ძვალში. არსებობს განსაკუთრებული კლასი ნივთიერებებისა, რომელთაც აქვთ რადიაციული დასხივების გამოწვეული უარყოფითი ეფექტების გამავნებელი თვისება, ეგრეთ წოდებული რადიოპროტექტორები. ზოგიერთ მათგანზე მოგახსენებთ, ასეთი არის ბუნებრივი ნივთიერება პექტინი. მას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეთა ქსოვილები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის ის ვაშლის კანის შედგენილობაში. ასეთი თვისება ახასიათებს მთელ რიგ ვიტამინებს, მაგალითად C ვიტამინებს, რომელიც შედის ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში. E ვიტამინი, რომელიც შედის ხორბალსა და ბრინჯში. იგი დიდი რაოდენობით შედის ზეთებში, მაგალითად სოიოს, სიმინდის, ბრინჯის, მზესუმზირაზეთში. მას შეიცავს აგრეთვე მცენარეთა მწვანე ნაწილები, განსაკუთრებით სალათი და ისპანახი. რადიოპროტექტორული თვისებები ახასიათებს აგრეთვე U ვიტამინს. მას შეიცავს კომბოსტო, განსაკუთრებით ზღვის კომბოსტო, ოხრახუში, იგი შედის ტომატის, რძის შედგენილობაში. გასაგებია, რომ ჩამოთვლილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები არ უნდა იყვნენ დაბინძურებული სასუქებითა და პესტიციდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ ადამიანისათვის, ვიდრე თვით რადიაციას. ამის შესახებ ჩვენ სხვა დროს გვექნება საუბარი. გმალობთ. შემოდგომის მწვანე დღეებში, აი აქ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის დარბაზში, პროგრამა ორიონის კონსულტანტის პროფესორ რამაზ გახუკიძის მოწვევით შეიკრიბნენ ინტელიგენციის სხვა დარგის წარმომადგენლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, მსახიობები, ექიმები, მხატვრები, ჟურნალისტები, პედაგოგები, რათა ერთხელ კიდევ აღნიშნონ, რომ ბუნების სიჯანსაღე, ბუნებით გამოწვეული შთაგონება, მისი დაცვა საწინდარია ქვეყნის წინსვლისა, ფიზიკურად ჯანსაღი, ლამაზი, გონიერი თაობის წარმოშობისა, ბუნების, ხელოვნებისა და მეცნიერების ურთიერთკავშირი ამაღლებს და ასპეტაკებს საზოგადოებას, აღვიძებს შემოქმედებით ფანტაზიას. ამის დასტურია თუნდაც ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, ამ დარგში მრავალი საინტერესო გამოგონების ავტორის, ამჟამად როგორც კომპოზიტორის რამაზ გახუკიძის მიერ შექმნილი აპრილის რექვიემი, რომელსაც ასრულებს კონსერვატორიის პედაგოგი ტატიანა ციგნაცი. უსმენა მუსიკალურ ნაწარმოებს და უნებლიეთ გახსენდება აინშტაინის სიტყვები. მეცნიერულ აზროვნებას ყოველთვის თან ახლავს პოეზიის ელემენტები, ნამდვილი მუსიკა და ნამდვილი მეცნიერება მოითხოვს ერთნაირ აზროვნებით პროცესს. ჩვენ აქ სხვადასხვა სპეციალობის წარმოადგენლების შექმნა
იმ პრობლემამ, რასაც ქვია ეკოლოგია. დღეს ჩვენს პლანეტას სამი დიდი კატასტროფა ემუქრება. ეს არის ბირთვული კატასტროფა, ეკოლოგიური კატასტროფა და არის ის კატასტროფა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის ღვევასთან. და მე ვიტყოდი, რომ აი ეს მესამე კულტურის ღვევის გამოწვეული საშიშროება განაპირობებს პირველ ორ საშიშროებას, რის შეიძლება პლანეტა დაინგრეს. დღეს ისეთ არიმართა ჩვენი საუბარი, მე ვხედავ, რომ ეკოლოგიური საკითხი უნდა გამიყენოთ მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთობის ფონზე. რაც რა უნდა დიდი განსხვავება იყოს მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის, მათ მაინც საერთო აქვს ძალიან დიდი. ეს არის კაცობრიობის კულტურის ორი ნაწილი, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს. ისწრაფება მშვენიერებისადმი, ამოაჩინოს ბუნებაში ჰარმონია, სიმეტრია და თავადაც შექმნას იგი. ბოლოს და ბოლოს მეცნიერებაც ბუნების მართვის ხელოვნება არის. ბევრი ორიგინალური რამე თქვა ამ იმპროვიზირებულ საღამოს. თუნდაც ის, რომ მხატვარ შოთა ჩლაიძის ბუნების ამსახველი ფერწერული ტილოები ადამიანისათვის დადებითი ემოციების გამომწვევ ენერგოინფორმაციას შეიცავენ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ნოე ჟორდანიაშვილმა რეჯემ ჟორდანიამ დამსწრედ გააცნო იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებსა და სოფლებში ეწევიან ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შესაქმნელად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ივერი ფრანგიშვილის საუბარის ბოლოდროინდელ საიდუმლოებით მოცულ მეცნიერულ აღმოჩენებზე. საინტერესო რამეებია. სიცოცხლის შემდეგ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე ბევრს ლაპარაკობთ ის ოფისო. რა ხდება იქ? ეს ყველაფერი არარელიგიურია, რელიგია უფრო დოგმატურია და ისა, მაგრამ ბევრი რამე თვითონ სიმართლე ის რაც იქ კეთდება. და ამას უკვე მეცნიერება სწავლობს და ძალიან კარგი საინტერესო შედეგები ასრულებს. ფართოდ მიმოიხილარა საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა ბატონმა ივერიმ თქვა. ეკოლოგიაზე როდესაც ვაპარაკობ, საქართველოს ეკოლოგიაზე, მართალ ერთხელ უკვე არიან ქალაქები, რომლებიც ხალხმა მიატოვა. იმდენად ბინძურია, იმდენად ეკოლოგიური თანასწორობა, რომ საერთოდ აწევებენ ქალაქს და გადადიან ცხოვრებას. ისტორიაში ცნობილია, რომ ქვეყნებით მიუტოვებიან საცხოვრებლად, იმიტომ რომ ეკოლოგიურად უკვე იქ ცხოვრება აშიშრება. მე ვფიქრობ, რომ თბილისი გადაიქცეს ასეთ ქალაქად, რომ ასეთი ბინძური და ასეთი ეკოლოგიურად ძლიერი, რომ ჩვენ მოვიდომოთ სხვაგან გადასცეს, არ უნდა მოხდეს. და იმედია, რომ ქართული ხალხი ამას არ დაუბრუნდება. მაგრამ 92 წელს, როდესაც მოხდა რიო-დე-ჟანეიროში შეკრება, ყველა სახელმწიფოების ხალხი შეიკრება, ეს გაეროს კონფერენცია. იქ ყველა თქვა შემდეგი, რომ უნდა მოხდეს ყველა ქვეყნის, არა მარტო რუსეთის, საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნების, ამერიკის, ყველა ქვეყნების მდგრადი მოდელის განვითარება. Модель устойчивого развития. Ai tu gide ეკოლოგია გადაარჩინა, შენ უნდა შექმნა მოდელი მდგრადი გადარჩენის მოდელი. Ну, ეს ითვალისწინებს იმას კი არა, რომ შენ ბუნებას მოუარო მარტო და ხე არ მოჭრა და ეს თავისთავად. ამის გარდა მთავარია, რომ იფიქრო შენ ქვეყნის რესურსებზე, რა გაქვს, ბუნებრივი, არაბუნებრივი, საიდანაც გაქვს, როგორ არის და იფიქრო, რომ ეს რესურსები დღეს კი არ დავხარჯოთ, ყველაფერი დღეს კი არ შევჭამოთ, როგორც ეხლა ხდება. რუსეთში მაგალითად ნავთს ხაჭავენ, გაზი მიარ, ყველაფერი იყიდება, ყველაფერი მოდის. ეს არის მავნებლობა. არამედ რომ ეს რესურსები, როგორც ბუნებრივი მიწისძვრა, რომ უნდა გამოგვიყვანოს დღეს ჩვენ და ხვალ ჩვენ შვილებს და ჩვენ. აი მდგრადი განვითარება იმას ნიშნავს, რომ ისეთი ჰარმონია უნდა შეიქმნას, რომ თქვენ ყველაფერს ამას შეხედოთ ასე დღეს ჩვენ და ხვალ ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილებს. აი ასეთი გარმონიული გამოყენება უნდა გქონდეს. და საქართველოშიც ისე უნდა მოხდეს. და საქართველოს ყველაფერი იტაცება, ყველაფერი რაც კი შეიძლება და თურქეთში იმას. ეს არის ჩვენი დაღუპვა. აი რიო-დე-ჟანეიროს კონფერენცია გონებოდი, ეს არის მავნებლობა. ეს არ შეიძლება. აი ყველა ქვეყანამ იფიქრეთ ამაზე. ჩვენც ქართველებმა უნდა იფიქროთ. აი ამ საკითხზე რომ იყოს ჩვენ გრადი განვითარების მოდელი. როდესაც ჩვენ ოპტიმალურად გავაკეთებთ მიწის სიაღიდან, ბუნებიდან წავიღებთ იმას, რაც დღეს შეიძლება და დანარჩენს დაუტოვებთ ჩვენ მომავალს, რომ ისინი განვითარდნენ.
ეკონომიკის თავისი